საღამო მშვიდობის მეგობრებო, დღეს ცოტა მოკლე რევიუ შემოგთავაზებთ და გერჩევთ ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, light-hearted movies ამ სახელმწიფო განწყობის შესაქმნელად. Რა თქმა უნდა, ფილმი ახალ წელს არ ეხება, თუმცა განწყობის შესამაღლებლად, რა თქმა უნდა, გამოდგება. ცოტა არ იყოს ზღაპრული ისტორია, მაგრამ ზღაპრების თუ არ წამს რის უნდა გწამდეს ამ ქვეყნად, ერთი ეგ მითხარით. მოკლედ, ფილმს ასე ქვია კეიტი და ლეოპოლდი 2001 წლის ფილმი არის, რა თქმა უნდა, 21 საუკუნე ახალი დაწყებული იყო და გვარი თემატიკის ფილმს რო შექმნიან, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვპარვა და ძალიან საინტერესო არის, არ დაგასპოილერებთ, ვისაც ნანახი არ გაქვთ, მაგრამ ტელევიზორში იმდენჯერ გადიოდა ალბათ ნანახი გექნებოდათ, მეც წლების წინ მქონდა ნანახი და ახლა დავარევეჩეთ და ერთ-ერთი ფრაზა ძალიან მომეწონა დროზე და მთლიანად ამ ფრაზის გამო ღირდა თვითონ ამ ფილმის დარევეჩება და თურმე არ მახსოვდა. მოკლედ, ფილმი სხვადასხვა თემატიკას ეხება და უპირველესი პრობლემატური საკითხი ის არის, რომ შენერად ამას ვერ პოულობ შენს დროში. ეს ალბათ ყოველთვის ისეთი პრობლემაა, მით უმეტეს ახლა ესე რომ არის განვითარებული ტექნოლოგიები და ასე ვთქვათ, ადამიანური ურთიერთობები სულ აღარ ადარდებთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ 21 საუკუნის ამერიკა ამას უკვე მიხვდა გააცნობიერა და ეს ფილმიც გადაიღო. და ასე ვთქვათ, ისეთ შთაბეჭდილება შეგექმნის, რომ წინა საუკუნეში მოგიდება ადამიანს აღმოჩენა ნამდვილად. და ცოტა არ იყოს ერთი plot hole აქვს ამ ფილმს, რომელიც კარგია რომ თვითონ ფილმში არ წარმოიჩნდება და შემდეგ იგებ ამის შესახებ და კარგია რომ ეს არ ჩაურთეს თვითონ ნარატივში. თორე სხვა მთლიანობაში ძალიან კარგია და გერჩევთ განწყობის შესამაღლებლად უყუროთ.